მოკლედ მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ უნივერსალური დიზაინის სწავლების, ეგრეთ წოდებული UDL-ის 3 ძირითადი პრინციპი. და მოდით ახლა პირველ რიგში ვნახოთ რა არის ეს 3 ძირითადი პრინციპი და შემდეგ რა თქმა უნდა განვიხილოთ თითოეული მათგანი დაწვრილებით. ესე იგი, უნივერსალური დიზაინის სწავლება დაფუძნებულია მეგობრებო, აი ამ 3 ძირითად პრინციპზე. პირველი, ეს გახლავთ სტუდენტთა ჩართულობა სასწავლო პროცესში. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? რომ სასწავლო პროცესი არის თითოეულ სტუდენტზე ორიენტირებული და არც ერთი სტუდენტი არ რჩება ყურადღების მიღმა და ყველა სტუდენტი აღწევს სწავლის შედეგს. მეორე პრინციპი გახლავთ სასწავლო რესურსების წარმოდგენა და გამოყენება. რას ნიშნავს ეს, რომ სასწავლო პროცესი არ უნდა იყოს ერთფეროვანი, არამედ გამოყენებული უნდა იყოს ბევრნაირი სასწავლო რესურსი, იმისათვის, რომ სწავლისა და სწავლების პროცესი იყოს საინტერესო, სახალისო და სწავლის შედეგები ადვილად მისაღწევი სტუდენტების მიერ. და მესამე პრინციპი გახლავთ სტუდენტის მოქმედება და გამოხატულება, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტი არის სასწავლო პროცესში აქტიური მონაწილე, აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში და მას ეძლევა გამოხატულების თვითრეალიზების საშუალება. მოდით ახლა განვიხილოთ თითოეული მათგანი უფრო დეტალურად. ჯერ პირველ რიგში მინდა ძალიან მოკლე განმარტება გავაკეთოთ იმის შესახებ, თუ რა არის უნივერსალური დიზაინის სწავლება. ეს არის სწავლების მიდგომა, რომელიც ნიშნავს შემდეგს, რომ სასწავლო პროცესში აბსოლუტურად ყველა სტუდენტი არის თანაბრად ჩართული და სხვაგვარად და მარტივად რომ თქვათ, ეს არის სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისა და სწავლის პროცესი. ესე იგი, პროცესის მთავარი ორიენტირი, მთავარი სამიზნე გახლავთ პროფესიული სტუდენტი. მასწავლებლის სწავლების სტილი არის მორგებული სტუდენტებზე. და მასწავლებელი ქმნის ისეთ მოქნილ და ინკლუზიურ გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს სწორედ იმ მიზანს, რაზეც ვისაუბრეთ, თითოეული სტუდენტის რეალიზებას სასწავლო პროცესში და მათი პოტენციალის რეალიზებას. კარგით, ახლა მოდით ცოტა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული მათგანი და გავჩერდეთ პირველ პრინციპზე, ეს არის სტუდენტთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, ეგრეთ წოდებული engagement-ი. სტუდენტებისათვის პირველ რიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განმარტოთ ზოგადად, რატომ სწავლობენ სტუდენტები ამ პროფესიას და ზოგადად ამ პროფესიას რა განსაკუთრებულობა აქვს საზოგადოების განვითარებაში. არ არსებობს პროფესიულ განათლებაში კი არა და საერთოდ არ არსებობს პროფესია, რომელსაც არ ქონდეს თავისი წვლილი საზოგადოების განვითარებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა პროფესია არის უნიკალური. და ყველა პროფესია არის განსაკუთრებული. სტუდენტებისთვის განმარტება იმისა, რომ რატომ არის ეს პროფესია ესეთი მნიშვნელოვანი, რატომ უნდა შეისწავლონ ეს პროფესია და რა განსაკუთრებულობა აქვს მას, ძალიან ზრდის მათ ჩართულობას. მოდით ახლა ცოტა უფრო დავავიწროვოთ, ზოგადად პროფესიის განსაკუთრებულობიდან მივიდეთ კონკრეტულ საგანზე, რატომ არის ეს საგანი ასეთი ღირებული, რომ შევისწავლოთ და რა მნიშვნელობა აქვს მას ადამიანის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. და კიდევ უფრო დავაწვრილოთ, მაგალითად, იგივე მიდგომა და თემა, რომელსაც განვიხილავთ კონკრეტულ გაკვეთილზე, ასევე განვუმარტოთ სტუდენტებს, რომ აი ეს კონკრეტული თემა, რა კონტექსტშია, რა კავშირშია ადამიანის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში და შემდეგ დავაკავშიროთ აი იმ დიდ მიზანს, რომ ამ კონკრეტულ პროფესიას რა წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, სტუდენტებისათვის სასწავლო პროგრამისა და შინაარსის ღირებულების ანალიზი არის გადამწყვეტი სტუდენტების მოტივაციის გამოწვევისა და ჩართულობისათვის, ხო? სტუდენტების მოტივაციისა და ინტერესის გამოწვევა როგორ უნდა მოვახდინოთ, ამისათვის აუცილებელია, რომ ჩვენ ვიცოდეთ ზრდასრულთა განათლების პრინციპები და ზოგადად როგორ სწავლობენ ზრდასრულები. ამასთან დაკავშირებით მე ცალკე პრეზენტაცია, ცალკე სესია მაქვს მოსამზადებელი, უკაცრავად მომზადებული
მიღებული და ამაზე ცალკე გესაუბრებით. სტუდენტებისათვის არჩევანის მიცემაში ჩვენ ვართ შეზღუდული ნაწილობრივ, მაგრამ გვაქვს ნაწილობრივ თავისუფლება. მაგალითად, ჩვენ გვაქვს პროფესიული სტანდარტი და საგანმანათლებლო სტანდარტი, რომელსაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადავალთ. ანუ ეს არის აუცილებლად შესასრულებელი და აქ ვართ შეზღუდული ერთის მხრივ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სწავლების ჩარჩო. თუმცა სტუდენტებისათვის არჩევანის მიცემა მაგალითად იგივე შეფასების დროს ძალიან დადებითად მოქმედებს სტუდენტების მოტივაციაზე. მასწავლებლებს აქვს წინასწარ მომზადებული შეფასების სხვადასხვა შესაძლებლობები მაგალითად და ის მოკლედ სთავაზობს სტუდენტებს თუ რომელია მათთვის ამ მექანიზმებიდან ყველაზე მისაღები და მოსახერხებელი. სწავლების პროცესის გამდიდრება რეალური პრაქტიკული მაგალითებით ზრდის სტუდენტების ჩართულობას, რადგან ისინი ხედავენ კავშირს გაკვეთილსა და აი ამ კონკრეტულ პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ პროფესიას შორის, რომელიც შესწავლაც არის მათი მიზანი. კი ბატონო, იმისათვის, რომ სტუდენტთა ჩართულობა გაიზარდოს და მოტივაცია ამაღლდეს, აუცილებელია, რომ მასწავლებელი იყენებდეს სხვადასხვა მეთოდებს. სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებზე ჩვენ გვექნება ცალკე სესია, მაგრამ აქ მინდა მოკლედ გითხრათ, რომ ეს შეიძლება იყოს ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პროექტებზე დაფუძნებული სწავლება, შესასწავლი მასალის პროფესიასთან მუდმივი კავშირის დამყარება, ეს ძალიან ღირებულია. და, როგორც გითხარით, წეღანად თქვი, რომ მასწავლებელი სტუდენტებს არჩევანის უფლებას აძლევს. ახლა გადავიდეთ მეორე პრინციპზე, ეს გახლავთ სასწავლო რესურსების წარმოდგენა და გამოყენება. გაკვეთილი შეიძლება იყოს ორგვარი. ერთი შეიძლება იყოს ცოტა ძველმოდური და ტრადიციული. ეს არის ძირითადად სალექციო ტიპის გაკვეთილები, სადაც ძირითადი სასწავლო რესურსი არის სახელმწიფო. მაგრამ ეს არის ვადაგასული, ესე რომ ვთქვათ, გაკვეთილის ფორმა და თანამედროვე მასწავლებლები აქტიურად იყენებენ სასწავლო რესურსებს, რომლებიც არის ძალიან მრავალფეროვანი. გააჩნია პროფესიასთან მიმართებაში სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსი არსებობს. ეს შეიძლება იყოს მაკეტი, მულაჟი, რუქა, პლაკატი, ბანერი, ვიდეო, აუდიო მასალა, მოკლედ ძალიან ბევრი შესაძლებლობები არსებობს სასწავლო რესურსებისა და მნიშვნელოვანია ის, რომ ვიცოდეთ, როგორ და როდის მივაწოდოთ ინფორმაცია საგაკვეთილო პროცესში ჩვენ სტუდენტებს. ამაზე გვექნება ჩვენ კიდევ ცალკე საუბარი. ასევე წარმატებული მასწავლებლები თავად სტუდენტებს ჩართავენ ხოლმე სასწავლო რესურსების შექმნაში. მაგალითად, შეიძლება დავალება იმგვარად იყოს მიცემული სტუდენტებისათვის, რომ შემდეგ ამ დავალების შედეგები, ან პროექტი მაგალითად, შედეგები გამოყენებული იქნას როგორც სასწავლო რესურსი იმავე ან შემდგომი ჯგუფისათვის. კი ბატონო, როგორც გითხარით, სახელმწიფო არის ტრადიციული, მაგრამ არა ერთადერთი. ის არის ერთ-ერთი მთავარი რესურსი, ანუ სახელმწიფოს მნიშვნელობას არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. რა თქმა უნდა, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვანია ცალსახად, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო არ არის საკმარისი. ეხლა სახელმწიფოზე ცოტა მეტიც უნდა გითხრათ, ხშირად მეგობრებო, სახელმწიფოს ტექსტი ყოველთვის არ არის ხოლმე სტუდენტებისათვის გასაგები. და რიგ შემთხვევაში ჩვენ მასწავლებლებს გვიწევს სახელმწიფოს ტექსტის გამარტივება და სტუდენტებისათვის გასაგებ ენაზე მიწოდება. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს მაგალითად სპეციფიური ტერმინოლოგიის გამარტივებას, ეს არ გამოვა, ტერმინოლოგია არის ტერმინოლოგია და ეს უნდა დარჩეს, რა თქმა უნდა, და ეს ამის გამარტივება, ანუ არის საკითხები, რის გამარტივება შეიძლება, არის საკითხები, რის გამარტივებაც არ შეიძლება. თუ კი არის სპეციფიური ლიტერატურა, სპეციფიური ტერმინოლოგია, აუცილებლად რომ უნდა იცოდეს დარგის წარმომადგენელმა, ამას რა თქმა უნდა, რომ ვერ გავამარტივებთ, ხო? მაგრამ ბევრი სახელმწიფო არის სამეცნიერო ენაზე დაწერილი, რაც ჩვენ ყოველთვის არ გვჭირდება ხოლმე. უბრალოდ სტუდენტს ყოველთვის შეიძლება არ ჭირდებოდეს ხოლმე, ამიტომ სახელმწიფოს ტექსტის გამარტივება გაადვილებს სტუდენტისთვის შესასწავლი მასალის გაგებას. და გადავიდეთ მესამე პრინციპზე, სტუდენტის მოქმედება და გამოხატულება.
სტუდენტებს აუცილებლად უნდა შეეძლოთ შესაძლებლობა უნდა გქონდეთ, რომ განსხვავებულად ჩვენ უნდა დაადასტურონ კომპეტენციები. თუ როგორ ამაზე მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბრებთ. მასწავლებელი იყენებს შეფასების სხვადასხვა ფორმას სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების დასადასტურებლად. მთავარი არის ის, რომ სტუდენტმა გაჩვენოთ თქვენ, რომ მას შეუძლია კონკრეტული დავალების შესრულება, რომელიც უკავშირდება პროფესიას, რა ფორმით გააკეთებს ის ამას და რა ფორმით დაგიდასტურებთ თქვენ თავიანთ თავის კომპეტენციას. ეს ამაში შესაძლებელია, რომ სტუდენტს ჰქონდეს უფრო მეტი თავისუფლება. ალტერნატიული გზები სტუდენტის შეფასებისთვის შეიძლება იყოს მაგალითად პრეზენტაცია, პროექტი ან ვიდეოს გადაღება, დამოკიდებულია შესასწავლ მასალაზე და დამოკიდებულია მასწავლებლის პედაგოგიურ გემოვნებაზე. ჩვენ გვაქვს ბარიერები შეფასების დროს და ყველაზე მთავარი ბარიერი შეფასების დროს გახლავთ ის, რომ სწავლის შედეგები უნდა იყოს რელევანტური და ვალიდური. ჩვენ ისე უნდა შევაფასოთ სტუდენტი, რომ ჩვენ თავად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის როდესაც იგივე დავალებას შეასრულებს რეალურ სამუშაო გარემოში, ის შეასრულებს ამ დავალებას სწორად. შეფასების ალტერნატივები რა შეიძლება იყოს? განვითარებულ ქვეყნებში ძალიან კარგად იყენებენ პორტფოლიოს. პორტფოლიო შეიძლება იყოს ელექტრონული, შეიძლება იყოს ბეჭდვითი, ზოგან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად არის. მთავარი არის რა, რომ პორტფოლიო ინახავს ყველა იმ ინფორმაციას იმის შესახებ, რას მიაღწია სტუდენტმა სწავლების პერიოდში. ხო? პრაქტიკული დავალება არის ძალიან კარგი შეფასების ალტერნატივა დაკვირვების ქვეშ, ანუ მასწავლებელი აკვირდება, როგორ ასრულებს სტუდენტი პრაქტიკულ დავალებას და ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც ვალიდური და რელევანტური შეფასება. როლური თამაშები გააჩნია განსაკუთრებით მაგალითად ტურიზმის სფეროში ძალიან კარგად მუშაობს როლური თამაშები და დემონსტრირება სტუდენტის მიერ დემონსტრირებული სწავლის შედეგი სხვადასხვა ფორმით. ეს ცხრილი გახლავთ სწავლების ტრადიციული მიდგომების შედარება უნივერსალური დიზაინის სწავლებასთან. ამ ცხრილს მე ცალკე მოგაწოდებთ თქვენ როგორც რესურსს, ეხლა არ არის აუცილებელი, რომ ესეც დეტალურად გავიაროთ და როგორც საკითხავი მასალა, ან როგორც რესურსი, როგორც გითხარით, ცალკე მოგაწოდებთ Word-ის ფაილში. აქ რა არის ეხლა მთავარი პრობლემა, მთავარი არსი, რომ ეს ტრადიციული სწავლების მეთოდები და უნივერსალური დიზაინის სწავლაში ერთმანეთს შევადაროთ და გავაკეთოთ თვითშეფასება. რამდენად თანამედროვეა ჩვენი მიდგომები, ჩვენი პედაგოგიური მიდგომები, რამდენად შეესაბამება ის უნივერსალური დიზაინის სწავლებას, ანუ თითოეულ სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას. მოდით ახლა დავსვათ შეკითხვა, როგორ დავიწყოთ საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესება, ანუ საიდან იწყება სად არის ის ათვლის წერტილი, როდესაც ჩვენ გადავდივართ იმ თანამედროვე მიდგომებზე სასწავლო პროცესში, რომელიც არის დანერგილი განვითარებულ ქვეყნებში. პირველ რიგში რას ვაკეთებთ? სტუდენტთა საჭიროებების შეფასება. გავაანალიზოთ ჩვენი სტუდენტების საჭიროებები და შესაძლებლობები. და დავიწყოთ ექსპერიმენტით. პირველი ექსპერიმენტი არის თვითდაკვირვება. მაგალითად, შევცვალოთ ერთი გაკვეთილი ისე, რომ ჩვენი სწავლების და გაკვეთილის მთავარი მიზანი იყოს დაკვირვება საკუთარ პრაქტიკაზე. ყველა სტუდენტი არის ჩართული სასწავლო პროცესში. ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილი ყველა სტუდენტამდე მივიდა, ყველამ გაიგო ამის შესახებ სათანადოდ, ყველა იყო ჩართული, ყველას აქვს мотивация. და შემდეგ დავამატოთ ასევე საგაკვეთილო პროცესს, მეტი არჩევანი, ვიზუალური, აუდიო ან ვიდეო მასალები, რა თქმა უნდა, არავინ არ ამბობს, რომ მასწავლებლები ამას არ იყენებენ, ეს არასწორი იქნება. მასწავლებლები იყენებენ, რა თქმა უნდა, თანამედროვე მასალებს, როგორიც არის მაგალითად ვიზუალური, აუდიო, ვიდეო მასალები და მულაჟები და ასე შემდეგ, მაგრამ შეკითხვა ასე დგას, საკმარისია? ყველა სტუდენტისთვის საკმარისია? თუ ეს ასეა, ძალიან კარგია, ესე იგი მასწავლებელი საკმაოდ განვითარებულია. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რა თქმა უნდა კრიტიკულად განვიხილავთ საკუთარ პრაქტიკას, ვსვამთ კრიტიკულ შეკითხვებს საკუთარი თავის მიმართ, რასაც მივყავართ სადამდე, რომ ჩვენ უფრო უკეთესები ვხვდებით, ვიდრე ვიყავით გუშინ.
და შევაფასოთ საკუთარი შედეგები და ასევე ვთხოვოთ სტუდენტებს შეაფასონ ჩვენი გაკვეთილი. ჩვენ არ ვაფასებთ მხოლოდ სტუდენტებს, სტუდენტებსაც აქვთ საშუალება რომ შეაფასონ მასწავლებელი, ეს ძალიან კარგად მუშაობს, სტუდენტებს აძლევს ხალის, мотиваციას და მასწავლებლამდე მოდის ფასდაუდებელი ინფორმაცია სტუდენტებისგან და მასწავლებელს ეხმარება ეს ძალიან საკუთარი პროფესიული განვითარების პროცესში. სულ ეს იყო შესავლის სახით უნივერსალური დიზაინის სწავლებაზე. სიამოვნებით ვუპასუხებ ახლა თქვენ შეკითხვებს ამ თემასთან დაკავშირებით.